მოდი პირდაპირ ასე დავიწყოთ, რატომ ვერ გახდა თავის დროზე და ვერც გახდება გიორგი გახარია ქართველი პეტერ მაგიარი თუ მადიარი, როგორც არის, არ ვიცი, ლათინურად მაგიარ წერია, როგორც მითხრეს, მადიარი იკითხება, რატო ჯერ ვერ გავარკვიე, თუმცა გავარკვევ ამას. გინა მადიარი ავიღოთ, გინა მაგიარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის უნგრული მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი, რომელმაც ძალამაც ვიქტორ ორბანს, ანუ უნგრეთის ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერ-მინისტრს და მის პარტიას ფიდესს მოუგო საკმაოდ მაგრად მოუგო. თითქმის აიღეს, თითქმის არ აიღეს, როგორც მე ვიცი, კონსტიტუციური უმრავლესობა უნგრეთის პარლამენტში. და ანუ ატეხილი არის ერთი ამბავი აქ, რომ აი უნგრეთის წყალი გადმოგცხოდეს, ის გადაქვს, ნუ იქ უმძიმესი პოლიტიკური აფერისტები ვადო მაჭავარიანის თამადობით, ნუ ვეღარ მივედი იქამდე, სხვადასხვა თემა მეკვეხება და ამ ძიმე პოლიტიკურ აფერისტზე, საშინელ პოლიტიკურ აფერისტზე, რომ ვიდეო ჩავწერო ცალკე, თუმცა მივალ მაგამდეც, თუმცა დღეს მინდა ვისაუბრო აი ზუსტად ამაზე, რომ მაგიარის თუ მადიარის შექმნის მცდელობა საქართველოში იყო რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე ეს გააკეთეს უნგრეთში და ეს იყო გიორგი გახარია. პარალელები რა შეიძლება გავაკეთოთ, ხო? პეტერ მადიარი არის იგივე ვიქტორ ორბანის მთავრობის, ვიქტორ ორბანის გუნდის, ვიქტორ ორბანის სახელმწიფო ხელისუფლების სახელისუფლო გუნდის ერთ-ერთი ესეთი წონიანი ფიგურა. ის მართალი არ ყოფილა იმ დონეზე აწეული, რა დონეზეც ბიძინა ივანიშვილმა ასწია გიორგი გახარია, მაგრამ საკმაოდ დონეზე იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ევრო კავშირთან, ევროპარლამენტთან მუშაობაში წამყვანი ფიგურა იყო პეტერ მადიარი და აი ცოტა გააკდა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამხდარიყო, ხო? და რომელი წელი იყო ზუსტად არ მახსოვს, მან განაცხადა, რომ არ მოსწონს ორბანის ეს ნაბიჯები ევროპასთან დაკავშირებული, გადადგა. სხვა შორის მადიარის მეუღლე იყო მინისტრი, ასევე ორბანის მინისტრთა კაბინეტში ერთ-ერთი მინისტრი, გადადგა ეს მაგიარი და ნუ საბოლოო ჯამში კი იცით რა ხდება, ხო? რატომ ვერ მოხდა? ეხლა ბევრი, ასე ვთქვათ, ეს იმედმიცემული, მოდი ნუ ეხლა ვიღაც ყველას აკაცუკებს ნუ დავარკვევთ, მართლა არ არის ასე, გინდაც ეს ვისაც თქვენ აკაცუკებს ეძახით, მე საერთოდ ტერმინი არ მომწონს და ნუ არა აკაცუკებით, რომლებსაც რაღაცა სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მოსაზრებების გამო ოცნება არ მოწონს და არ უყვართ და არ გიждდებიან ოცნებაზე, ქართულ ოცნებაზე, აი ამბობენ, რომ აი ეს მოხდება საქართველოშიც. კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველოში ეს არ მოხდება, ისევე როგორც მე მსგავსი ვიდეო ჩავწერე, როდესაც უკრაინაში ზელენსკი მოვიდა და აი საქართველოში ეს მოხდება, ანუ მანამდე კიდე ზელენსკი კი არა და მანამდე იუშენკო კი არა, რაგვარი იყო ის კაცო, იანუკოვიჩი ვინც გადააგდო, ასე ვთქვათ, ხო, ზელენსკი კიდე უფრო მერე მოვიდა, ხო, აი როგორც იანუკოვიჩი გაუშვეს, ისე გააგდებენ ამათაც, არ მოხდება ეს საქართველოში, აი ევრომაიდანი მოხდა მერე, ხო, აი ეს არ მოხდება ხალხო ეს საქართველოში. მოლდოვაში ხდებოდა რაღაცა სანდუს მოსვლა, რაღაც თვირო, არა, მაშინაც იგივე იყო, აი საქართველოში ესე მოხდება. ხალხო, საქართველოს აქვს ერთი გამორჩეული, ყველასგან გამორჩეული ნიშანი. ჩვენ გადატანილი გვაქვს ნაცები, ჩვენ ნაცებ გადატანილი ქვეყანა ვართ, ჩვენ ნაცებ გადატანილი სახელმწიფო ვართ და ამას ვერ ითვალისწინებს ყველაზე მძიმე შეცდომა ოპოზიციის, რაც არის ეს არის და ყველაზე უმძიმესი შეცდომა, რაც თავარია, მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ოპოზიციაზე დაყრდნობით არ ვლაპარაკობ. რომ აი ნაცები მოbrunდებიან, კაი ერთი მაგით ის გაშინებს, ეს გაშინებს, არავინ არ მაშინებს. ევროპარლამენტი, ევროპა, ევროკონიუნქტურა, ევრობიუროკრატია აშკარად მეუბნება და მანიშნებს იმას, რომ ნაცების დაბრუნება არის ძალიან ძალიან რეალური და საშიში. მე საერთოდ არ მეშინია იმის, რომ გამოვარდა ვიღაცა თინა ბოყუჩავა და აი ყვირა მიშას გაუმარჯოს ნაცებს დავაბრუნებ.
სუფეხებზე კიდე არც ის არ მაინტერესებს აქეთ ამ მხრიდან ეს ქართული ოცნების ვიღაც რო გამოვიდა დავშით ირაკლი ზარქუა და მან აქ ჩვენ თორქნები ნაცები დაბრუნდებიან მაშინებს არც ერთი ეს არც ერთი ჩემს არ არის არანაირი ფიგურა მე უყურებ იმას რას ამბობს ევროპარლამენტი რას ამბობს ევრორეზოლუციები და იქედან პირდაპირ გვეუბნებიან ამას რომ მათ ხელისუფლებაში უნდა დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი და ნაცები ხო მსგავსი საფრთხობელა ასე ვთქვათ უნგრეთში არ ყოფილა მე დარწმუნებული ვარ უნგრეთს რომ მიშა სააკაშვილის ნაირი ნაცების ნაირი რამე კონდეს გავლილი და პოზიციონირება იყოს ისე როგორც პოზიციონირებდა ორბანი ამ შემთხვევაში და ხოლო ევროპიდან მოდიოდეს ის საშიშროება რომ დააბრუნებენ იმ ნაცებს იქ უნგრეთში უნგრელი ხალხი აუცილებლად ისე ორბანს მისცემდა ხმას რითიც ჩვენთან ბიძინა ივანიშვილი აი საკმაოდ მაგრად ეფექტურად სარგებლობს და რა თქმა მე იძახით რომ ნუ აძლევთ ხმას ნუ არ სარგებლობთ მე არ ვასარგებლობ არა აი ზუსტად აქ მივედი ასარგებლებთ თქვენ აი მაგალითად გიორგი გახარია რომელსაც ვერანაირად ვერ უზრუნველყო ის რომ ყოფილიყო თუნდაც ქართველი მადიარი ამისთვის რა იყო საჭირო გიორგი გახარიას უნდა მიეღწია თავის ევროპელ პარტნიორებთან და მას ჰქონდა ძალიან სერიოზული მხარდაჭერა პირდაპირ უჭერდა მხარს გერმანიის ელჩი რავი ძმაკაცივით 24 საათი ერთად იყვნენ და რავი სხვადასხვა ქვეყნების ელჩები გიორგი გახარიას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა ევროპიდან და ევროსტრუქტურებიდან თუმცა მან ვერ უზრუნველყო ის რომ დაერწმუნებინა ევროპელები რომ ნუ დებთ აი ამ რეალურ საშიშროებას ნუ წერთ ამ რეზოლუციებში ამას რომ აი მიშა სააკაშვილი მესამე პრეზიდენტი იტანჯება თუ რაღაც ისულელებ და სადაც პირდაპირ ჩანს რომ უნდა დააბრუნონ ხელისუფლებაში რა ქვია ეს მიშა და ქართული ოცნება პირდაპირ ჩანდა გიორგი გახარიას რომ მიეღწია იმის რომ თავის ევროპელი პარტნიორები დაერწმუნებინა რომ აი ეს მოაშორონ რა გიორგი გახარია იქნებოდა ქართველი მაგიარი თუ მადიარი თუმცა ნუ ერქნა მან ეს შესაბამისად მოხდა ის რაც მოხდა და აწიც ასე მოხდება გენაცვალეთ ტრამპის მხარდამჭერას რაც შეეხება ეს ვიქტორ ორბანისთვის საბოლოო ჯამში აღმოჩნდა მინუსი ცუდი იმიტომ რომ ტრამპმა დაიწყო რა ქვია ირანში ომი და ტრამპმა უკვე მიიღო ომების გამჩაღებლის ასე ვთქვათ იმიჯი ომების გამჩაღებელი რო გიჭერს მხარს და შენ ამ დროს პოზიციონირებ იმით რომ მე არ მინდა ომში ჩართვა ან უკრაინის ომში არ მინდა ჩართვა და ამ დროს ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად და რომელსაც ეყრდნობი ის სხვადასხვა ომებს აჭრებს სოფლიოში ეს არგუმენტი უკვე ხდება როგორ იცი აი არაფრის მომწირით მინუსი გახდა ტრამპის მხარდაჭერა ორბანისთვის და ფაქტი იყო რომ ორბანი წააგებდა თუმცა კიდევ ვიმეორებ თვითონ თემაც რომ უნგრეთის უკრაინის ომში ჩართვა სურს ვიღაცას ბევრად უფრო სასაცილო და არადამაჯერებელი იყო იმიტომ ხა ნატოს წევრი ქვეყნის ჩართვა უნდა ომში ვიღაცას უკრაინის ომში ცოტა სასაცილო და ისეთი ძალიან სუსტი არგუმენტია და ამის გამო ხალხი არ საქართველოში ეს არგუმენტი კი ბატონო მუშაობს და ბევრად უფრო რეალურია და სწორია რომ საქართველოს ჩართვა უკრაინის ომში ვიღაც უნდა და მაგრამ აი აქ ცდებით ბატონო ოპოზიციონერობო ეს კიდე არ არის იმხელა არგუმენტი რასაც ეფექტურად იყენებს ოცნება თქვენ გონიათ რომ აი უკრაინის ომში ჩართვა ქართველებს საქართველოს დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს ქართველ ხალხს ომში ჩართვის იმდენად არ ეშინია რამდენადაც სააკაშვილის და მისი ჯალათების და მანიაკების ხელისუფლებაში დაბრუნების არ მუშაობს არც ის რომ ქართული ოცნებაც იგივეს აკეთებს რასაც ნაცები აკეთებდნენ არ აკეთებს ქართული ოცნება იმის მიასცეცაც რაც არ უნდა იძახოთ რომ ვიღაცას სახის ძვლები დაუმტრიეს თავპირი დაალეცეს აწამეს და რა ტყუილია ეს ყველაფერი ასევე არ მუშაობს რუსეთი საქართველოს ისეთი საშინელებები აქვს ნანახი რომ ომი დაიწყოს გვირჩევნია და ომში ჩაგდოს ვიღაცამ გვირჩევნია ვიდრე სააკაშვილი და მისი ჯალათი ახალაიები და მერაბიშვილები და ესეთები დაბრუნდნენ ეს ფაქტია ხალხო და ეს უნდა ამას თუ ოპოზიცია არ გაითვალისწინებს არანაირი უნგრეთი აქ არ მოხდება და ვერანაირი მაგიარი და მადიარი ვერ იქნება ვერავინ სანამ ევროპა არ გააცნობიერებს იმას რომ აღარ უნდა ჩაწერონ რეზოლუციებში ეს სააკაშვილის და მანიაკების დამცავი რაღაცები ხა მანიაკებს მტენის ევროკავშირი ხო
მანიაკებს მტენის ხელისუფლებაში. ამას ომის დაწყებაც მირჩევნია, რუსეთიც მირჩევნია, ჯალალედინიც მირჩევნია და ყველაფერი მირჩევნია. ეს ასეა. ასე რომ ყუილად ელოდებით, აბსოლუტურად ყუილად ელოდებით და პლუს ბიძინა ივანიშვილის რაღაც სერიოზული განუსაზღვრელი ავტორიტეტი, ხო? ძალიან ყუილად ელოდებით უნგრეთის ამბებს საქართველოში. აქ ცოტა სხვანაირად მოხდება, თუმცა რაზე დაყრდნობით და სანამდე გაქაჩავს ბიძინა ამ ყველაფერს, მართლა არ ვიცი, გონიერ საქართველოს გისურვებთ, მადლობა.